მთავარი ცხრაზე და მე მისი წამყვანი ნინო გორჯელაძე საღამო მშვიდობისა. დღის მთავარი თემაა მთის კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა და უახლოეს დღეებში პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება. კანონპროექტი მთიან რეგიონებში მცხოვრები მეწარმეების, პენსიონერების, სამედიცინო პერსონალისა და პედაგოგებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, უნდა გაიზარდოს სკოლების ვაუჩერული დაფინანსება. მთის კანონის აღსრულება ხელისუფლებას 60 მილიონ ლარამდე დაუჯდება. მეტი კონკრეტიკა რეპორტაჟში. მთიან რეგიონებში მოსახლეობის მიგრაციის პროცესის შეჩერება და სოფლად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ მიზნით მთავრობამ კანონპროექტი უკვე შეიმუშავა. მთის კანონი სოციალური და საგადასახადო შეღავათებს გულისხმობს. მათ შორისაა მთაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა, მედიკოსებისა და პედაგოგებისთვის კი დანამატის გაცემა. ტენდენცია მოსახლეობის კლებისა ყველგან არის თითქმის, თუ შევადარებთ 99 წლის აღწერას, 2002 წლის აღწერას და გასული წლის აღწერას ტენდენცია არის შეუქცევადი. და ეს ძირითადად განპირობებულია ინფრასტრუქტურული მდგომარეობით, ცხოვრების დონით, ეკონომიკური მდგომარეობით და ვფიქრობ, რომ ჩვენ განსაკუთრებულ პრივილეგირებულ რეჟიმში ჩავაყენოთ ერთის რეგიონები. ხარჯები იქნება დაახლოებით 2016 წელს 10-15 მილიონის ფარგლებში, 2017 წელს ის მიაღწევს დაახლოებით 50 მილიონს და ასე შემდეგ. კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა, საკომიტეტო განხილვა სავარაუდოდ მომდევნო კვირაში ჩაინიშნება. პირველივე მოსმენაზე უმრავლესობა ინიციატივის დაყენებას გეგმავს. გია ჟორჟოლიანის განცხადებით მნიშვნელოვანია კანონის აღმასრულებელი ინსტიტუტის შექმნა, რომელიც უშუალოდ მთის რეგიონების განვითარებაზე იმუშავებს. უმრავლესობას ჩამოყალიბდა ასეთი ინიციატივა, რომ შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელიც უზრუნველყოფს ამ კანონების აღსრულებას, მთის რეგიონების განვითარების ხელშეწყობას, კოორდინირებას სხვადასხვა უწყებებისა ამ საქმიანობით და ვფიქრობ, რომ მთავრობა გაიზიარებს ამ ჩვენს წინადადებას. მთის კანონის მნიშვნელობაზე საუბრობენ აჭარის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატები. მათი თქმით, რეგიონის მაღალმთიან სოფლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა დასაქმებაა. პარალელურად ხელისუფლებამ უნდა იფიქროს შექმნას რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი. აი, აჭარის მაგალითად, ზემოთიან აჭარის მაგალითად, როცა გაჩერებულია გოდერძის უღელტეხილზე უზარმაზარი კურორტი, სადაც დასაქმდებოდა 600-მდე ადამიანი დაახლოებით 2 წელიწადში, და უამრავი კურორტები ეს ბევრი პროექტის დევს მთავრობაში და ბევრი გეგმას დევს და ეს პარალელურად ამუშავდეს ძალიან კარგი იქნება. კრიტერიუმები გათვალისწინებული უნდა იყოს იმ მუნიციპალიტეტებისა, რომელიც საზღვართან ახლოს ცხოვრობენ და არის შექმნილი მუნიციპალიტეტები. ასე რომ შენიშვნები ბევრი გვექნება, რომელიც ზოგი გათვალისწინებული იქნება, ზოგი არ იქნება, მაგრამ საერთო ჯამში ეს კანონი ყველასთვის მოსაგებელი და საჭირო იქნება. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტი მთის განვითარების ფონდის შექმნასაც გულისხმობს. პროექტის ავტორების განცხადებით, ფონდი დამატებით პროგრამებს განახორციელებს.